გადავინაცვლოთ საფრანგეთში, სადაც რომელიც ასევე მედიის ყურადღების ცენტრში იყო 3 დღის წინ, როგორია ვითარება ნიცაში ტერაქტის შემდეგ, რა ხდება ახლა იქ. ქეთი ქარდავა მუშაობს 2 დღეა ნიცაში და ბოლო ინფორმაციას ის მოამბის ეთერში მოგვაწვდის. ნიცაში მცხოვრებ ადამიანებს, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ტურისტებს, ფრანგების გულშემატკივრებს ერთი წუთით არ დაუტოვებიათ გუშინ ადგილის სანაპიროზე, რომელიც მემორიალად იქცა საზარელი ტერაქტის, რომელსაც ადგილი ნიცაში 14 ივლისს ჰქონდა. ეს არის ტერიტორია, სადაც ბოლოს გააჩერეს ავტომობილი და პოლიციამ მოკლა მძღოლი, რომელმაც მანამდე 84 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ადამიანები დგანან სანთლებით, სურათებით, საფრანგეთის დროშებით და თამაშოებით ხელში იხსენებენ ამ საზარელ ღამეს და ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ბრძოლა იმისთვის, რომ ტერორიზმი დაამარცხონ. მეორეს მხრივ, ისინი მოითხოვენ მთავრობიდან, რომ უფრო მეტი ზომები იყოს მიღებული იმისათვის, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს ევროპის ყველა ქალაქში. ვინაიდან 14 ივლისს აჩვენა, რომ ტერორისტული აქტი შეიძლება ნებისმიერ ადგილზე მოხდეს და დაცული არავინაა. მე ნიცაში ვცხოვრობ. პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი ქალაქი ყურადღების ცენტრში მოექცა არა იმის გამო, რომ ნიცა არაჩვეულებრივი კურორტია და საუკეთესო ადგილია დასასვენებლად ევროპაში, არამედ იმის გამო, რომ აქ ბავშვებს ხოცავენ. ტერორისტული აქტები ხდება და ამ ყველაფრის უკან კი დგას ტერორისტი, რომელიც ნიცაში ცხოვრობდა. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მომხდარმა ყველაზე. ჩვენ მორალურად, ფიზიკურად ამის გადატანა უნდა შევძლოთ. მთავარია არ შეგვეშინდეს. მე იტალიელი ვარ და ჩამოვედი ნიცაში ფრანგულ პროექტზე ვმუშაობ. 14-ში მეც აქ ვიდექი. ყველაზე ცუდი მოგონება იქნება ის ღამე. უძლურები ვიყავით. ვერ ვეხმარებოდით ერთმანეთს და მივრბოდით. არავინ იცოდა თუ სად, ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მომავალი კი მშვიდობა უნდა იყოს, ის რაც ეხლა არ გვაქვს. რა უნდა გავაკეთოთ? ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენს გარშემო ასეთი ძალადობით შეპყრობილი ადამიანები არ იყონ. ვებრძოლოთ ისლამურ სახელმწიფოს და მოვითხოვოთ უფრო მეტი. მე არ მეშინია. ეს ლოზუნგია, რომელმაც ერთად უნდა დაგვაყენოს, გაგვაერთიანოს. მე შვეიცარიიდან ჩამოვედი და მეუღლესთან ერთად ვიდექი ფოიერვერკის სანახავად. ცოტა მოშორებით აღმოჩნდით და ამიტომ ვართ ცოცხლები. დასახიჩრებული ბავშვები გზაზე ვნახეთ, როდესაც სასტუმროსკენ მივრბოდით. ქაოსი იყო და პანიკა. ნიცა 14 ივლისის მერე ვეღარ იქნება ის ქალაქი, რომელიც სიმშვიდესთან ასოცირდებოდა. ვამბობთ, რომ არ გვეშინია, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა, რომ ვთქვათ, უნდა ვისწავლოთ ამ სიძნელეების გადალახვა და ის თუ როგორ არ შეგვეშინდეს. დაღუპულთა რაოდენობა არ გაზრდილა, არის ისევ 84. მედიკოსები ამბობენ, რომ 48 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან ბევრი ბავშვია, 188 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას საავადმყოფოებში, ნიცაში, პარიზში გლოვაა. ქეთი ქარდავა საუბრობდა ნიციდან მოამბის ეთერში.